კარტაძე, მეოთხე მსაჯი გიგა ლომიძე. ვიდეო მსაჯი გახლავთ ირაკლი კვირიკაშვილი და მას ეხმასელიძე, ნიკოლოზ მალი და შოთა შეყივაძე. სამი ქართველი ფეხბურთელი არის დილას ძირითად შემადგენლობაში და 8 ლეგიონერი. გადადარიგოს გამზე კი მრავლად არიან ქართველი ფეხბურთელები. ნახოთ როგორი იქნება დღევანდელი დაპირისპირება, მიყო ჩეხეთის მიმდინარეობას დაიწყო მატჩიდან. აი აქ ნახოთ რა გაგრძელება მოყვება, ეპიზოდს გრძელდება დილას შეტევა, კარგი მომენტია შეყილაძე დარტყმა აიღო მეგრელიშვილმა, დამატება იქნება დარტყმა, ტრეიფულერი და საბოლოოდ ბურთი დარჩებათ იბერიის ფეხბურთელებს. ჯინჯოლავა ზაგანია კარგი იყო ამ ეპიზოდში, ბარტიშვილი გრძელდება იბერიის შეტევა, ბარტიშვილის პასი ღუდუშაურზე და რა ბურთი შეაგდო. ძალიან მაგარი გოლი გაიტანა პაატა ღუდუშაურმა, იდეალური შესრულება და ანგარიში ხდება 1-0. მოაწოდა აუტი ბრძოლა ბურთისთვის, არეულობა საჯარიმოში. სანიანგის გადაცემა ჩაწოდება ძლიერი პასი და აქაც ვერავინ ვერ გამოეხმაურა ამ გადაცემას. სხვათა შორის ეს არის მესამე შემთხვევა ამ თამაში, როცა გადაკვეთა ბურთმა როგორც ჩანს მოიგის ხაზი კუთხური. ნახოთ. გაითამაშეს ბურთი. დილას ფეხბურთელებმა მალი შეწოდება, კარგი მომენტი, მეგრელიშვილი გადაარჩინა იბერია შეყილაძის დარტყმა აიღო. გრძელდება შეტევა კუაკუს გადაცემა. კომპაორე უტევს ისევ დილა. ისდოშვილი მიიღო ბურთი ბრძოლა ბურთისთვის. კუაკუ არ იყო კარგი, ბარტიშვილი ვნახოთ, ანდრია ბარტიშვილიც რომ მოძრაობა რა კარგი იყო, პასი გააკეთა. გრძელდება შეტევა დარტყმა და ბრავო კერესელიძეს. რა ბურთი მოიგერია აქ დავით კერესელიძემ, გადაარჩინა გორის დილა, გრძელი პასი წინა. ჯინჯოლავა, გამორბენი, დარტყმა და ბრავო დავით კერესელიძეს, მოიგერია ეს 11 მეტრიანი. შესანიშნავი იყო გორელთა გოლკიპერი. ორი ძალიან მაგარი სეივი. გორელები რასაც აპროტესტებდნენ, ტყუილი არ იყო, იქ სელიმოვიჩი მართლა ხისტად წავიდა შეყილაძეზე და საბოლოოდ კი ბატონო, აქ პენალტის ეპიზოდი ნამდვილად იყო, მაგრამ ითხოვდნენ იმის გაუქმებას, იმიტომ რომ მანამდე იყო ჯარი დარღვევა, უხეშ ასე რომ ვთქვათ. ისე წავიდა სელიმოვიჩი, რომ შეიძლებოდა ჯარიმის დაფიქსირება. აქ კი შესანიშნავია კერესელიძე და ბრავო, ურთულესი დარტყმა მოიგერია. ჯარიმა არღოს ლუკას კაფე თამაშის წეს და შანსი რა თქმა უნდა. გორის დილას მენთიშაშვილი ჩააწოდა საჯარიმოში და იყო აქაც შანსი, თუმცა დილამ ვერ გაათანა რა. დასრულდა მატჩი, დასრულდა 1-0 იბერიას გამარჯვებით.